ქართული ოცნების პარლამენტი ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის წესს ცვლის. ოცნების პარლამენტი ახალ საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლელ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ სანამ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ. 2025 წლის სექტემბერში ოცნების პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც დაინერგა ზიანის ანაზღაურების გამარტივებული მექანიზმი და კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები. კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებად განისაზღვრა როგორც ყადაღა, ასევე მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა. სექტემბერში მიღებული კანონის მიხედვით მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა 16 წლით ეკრძალება. ახალი კანონპროექტით კი საქართველოდან გასვლის აკრძალვის გაუქმების საფუძველი იქნება არა კონკრეტული ვადა, რომლის გასვლასაც უკავშირდება დღეს არსებული ნორმა, არამედ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმისა, რომ მსჯავრდებულმა ზიანი აანაზღაურა, ან მეორე, როდესაც დაზარალებული უარს განაცხადებს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე. ასევე როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, ცვლილებების თანახმად მსჯავრდებულ საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად, თუ კი ამისთვის სამი წინაპირობა იარსებებს. პირველი ეს არის ის, რომ მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. აქ მეტწილად არის საუბარი საფინანსო თუ ეკონომიკურ დანაშაულზე, როგორც შეიძლება იყოს მაგალითად თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, ან გაფლანგვანი ღვთის დაზიანება, ან განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ასე შემდეგ. იმავდროულად მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე აპატრიდი, ანუ მოქალაქეობის არ მქონე პირი და იმავდროულად ასევე დაზარალებული წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე. აი თუ ეს სამივე წინაპირობა არის შესრულებული, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შემოთავაზებული ცვლილების შესაბამისად, არამედ იმპერატიულად შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე.